Ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარია თეატრალური კვარტეტის 25%. შეეგებეთ ირაკლი აბჟანდაძე. დავზანდი ყობა. დიდი მადლობა ჩემო ირაკლი რომ მესტუმრე და ძვირფასო ტელემაყურებლებო და მეგობრებო, არ გეგონოთ რომ ირაკლი მარტო რომ მოვიდა თეატრალური კვარტეტი დაიშალა, არა, უბრალოდ კარგი ამბით არის მოსული და უნდა მარტოს ეხარებინა ჩვენთვის დღეს თავისი სოლო სიმღერის პრეზენტაცია აქვს ჩვენთან გადაცემაში და მადლობა ამისათვის და ეს დამსახურებული აპლოდისმენტებით ჩვენ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ზურა, რა თქმა უნდა. პრემიერა რამე ახალი ჩემ ცხოვრებაში თუ გადავწყვიტე და რო გადავწყვიტე ვისთან თუ არა შენ გადაცემაში იმიტომ რომ ჩვენ 20 წლის მეგობრობა გვაკავშირებს და კიდე შურს შენი რომ ესეთ ულამაზეს ბენდთან მუსიკოსებთან ერთად ხარ და ესეთი კოლექტივი ყავს ულამაზეს ალბათ ყველას არ გულისხმობ და უნიჭიერეს უნიჭიერესი კიდე და თუ არის აგერ და ამიკო რამეში გაიყვანე რა კარგ მოცეკვავეში. არა, ამიკო ზენიჭიერია. ხო, ნუ ახლა კარგი. ჯანდაბა, ჩემი თავი. გეთანხმები. ხო ხედავ, შემიძლია ხანდახან მეც რაღაცის აღიარება. ასია, ჩემო ირაკლი, ძლივს შევიკრიბეთ ეს ნაკვარტეტალი ხალხი ერთად. რამე დუეტი ხო არ გავაკეთოთ. შეიძლება ნაკვარტეტალების დუეტი 50% რაღაცა ფორტესი და თეატრალური კვარტეტი 25+25 კი ბატონო შეიძლება რატომაც არა ესე იგი სოლო სიმღერა რომ გადაწყვიტე რა თქმა უნდა კარგია და მივესალმები მაგრამ თეატრალურს ბიჭებმა ხა ტრიოთ რომ გადაწყვიტოს რაღაცის გაკეთება აი მე რას იზა მე სად მიდიხარ ეგეც ისეთია მაგრამ ნახე რა ხდება ეგ უფრო ცუდი იქნება ხო მე მგონი ჩემ ზურა ხუმრობა იქით იყოს მოკლედ ფორტე მიყვარხარ თეატრალურ კვარტეტი მიყვარს ერთი ოჯახი ვარ ჩვენ და მოკლედ ეს სიმღერა რასაც დღეს შევასრულებ მოკლედ დიდი ხანია მაწუხებს ხო ჩემი პირადი მუზები და რა დიდი ხანია გაწუხებს ეს სიმღერა რომელსაც და მოკლედ სხვათა შორის კოვიდმა ჩამაფიქრა კოვიდმა კარგად გამოვიყენე კოვიდი რომ დიდი ხანი უსაქმოდ ვიყავით აჰა და კოვიდის მერე ახლა გადაწყვიტე ამ სიმღერის გაკეთება რაღაც მე რაღაც ეს გიტარასთან სახლში რომ ეს ვერსიად ჩამომიყალიბდა და მე უკვე აჰა კი ბატონო თან ისეთ სიმღერა ყველას რომ ძალიან უყვარს და ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ცოტა სტუმრობის ბოლოსკენ გავაკეთოთ ეს ამბავი რა თქმა უნდა და რა არის იცი ახლა სიმღერის პრემიერა რა თქმა უნდა კარგია ყოველთვის და ახლა შენგან ნამღერიც რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება მაგრამ ხო იცი ახლა კვარტეტში ნამყოფი ხალხი ვართ ჩვენ და იქ რაღაცა რო შეგეშლება ყოველთვის შეგიძლია ვიღაცას დააბრალოთ ეხლა მარტო რომ დაიმღერო აი აქ როგორ არის ეგ ამბავი ნუ შევეცდები რომ არ შემეშალოს და თუ შემეშალა მე დავბრუნდები ისე ვიჭებთან და რაღაცა შეცდომილი მივალ ირაკლი კი ბატონო ხა ჩემთვის ცოტა უსამართლობა აგერ ირაკლიმ რომ გადაწყვიტა რომ რაღაცა სოლო კარიერა უნდა დავიწყო ყველა ტარს უკრავს ყველა ეფერება და მე რო გადავწყვიტე მარტო უნდა გავაკეთო რაღაცა თქო და სოლო კარიერა დავიწყო თქო ყველა მეჩხუბება რა არის მარტო რა გასმევსო ჩემი კარიერა ხო ძირითადად ამ ამბავთან არის დაკავშირებული ისე კაი ეგოისტი ხარ შენ რა მეგრია მე მომდის ხმები რომ ჩემს ალანძღავად მოხვედი ახლა მომდის ხმები რომ ზურა მარტო დადისო ივენთებზეო ახლა ხო იმიტომ რომ თამადობას კვარტეტი არ ჭირდება და კარგი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ ამათ რომ გააკეთოთ ეხა ახალი რეპერტუარი 4 ხმაში თამადობა რა მაგარი იქნება ო სასწაული კარგი მადლობა კარგია კაი ორი ხმით დავიწყოთ ეგ ამბავი და მე ვნახოთ მოადგილეები არ მაკდნენ ახლა კიდე სუფრაზე და ზოდიათკოთი თხის რქა ხარ შენ როგორც გავიგე ხო? ნუ გაიგე ეგ ამბავი. კი ბატონო და ძალიან გამიხარდა რომ კარგი დამთხევა არის რა. მოიცა კაც შენ თხის რქა ხარ? ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი საყვარელი სასმისია.
და სხვათა შორის ვინც არიცით 2023 წელს ფილარმონიის წინ ჩემ ირაკლის გაუხსნეს ქიმი რა ქიმი ბიჭო ნუ მარცხენე ხალხში და აბა ვარსკვლავი გახსნეს ვარსკვლავი გაუხსნეს თეატრალური კვარტეტს და შენ გაგიხსნეს ქიმი ერთი ქიმი ხარ შენ ენა კვიმატო და ენა მოს გეუბნები სალანძღავად არის მოსულა სანამ რაღაც აერევა ენა მოსრებულ სანამ შინაურულ საუბრებზე გადავიდოდეს ჯობია მივიყვანო სასწრაფოდ ესე იგი სიმღერამდე და ბარემ ვათქმევინოთ ეხლა ეს სიმღერა სიყვარულზეა თბილისზეა თუ თბილისზე სიყვარულზე როგორც ხდება ხოლმე ძირითადად არა ეს სიმღერა არის მხოლოდ სიყვარულზე. მხოლოდ სიყვარულზე. რას მეუბნები? მაშინ გითხარი ახლა რა სიმღერა უნდა გვაჩუქო? მოკლედ ეს სიმღერა არის ჩემი ბავშვობა. აი მუსიკა რო გავიგე ეთერიდან. აჰა, ამ ჟუჟუნაწვიმა უნდა იმღერო? და ეს სიმღერა იმღერა გოგიდოლიც. გასაგებია. ეს სიმღერა ეკუთვნის მარინა ლეკიშვილს, ტექსტიც მისივია. რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს და ეს სიმღერა არის ჩემთვის მართლა უსაყვარლესი სიმღერა, უთბილესი. რო გადავწყვიტე ამ სიმღერის ვერსიის გაკეთება, ქალბატონ ცირა ბზიშვილთან მივედი, დიდი ოხ, ჩვენ ქალბატონ ცირასთან, უნიჭიერეს ცირასთან, უსაყვარლესთან. და ამაში მიიღო ჩემმა მეგობრებმა მონაწილეობა დავით ლონდარიძემ, ნინო შიუკაშვილმა, დეაკო ხევოშვილმა და ლევან დეისაძემ. ახლა შენ ისეთი ხალხი ჩაგირთავს, რომ ფაქტიურად თეატრალური კვარტეტი დაასვენ, ესე გამოდის, მაგრამ შენ ადგილას მაინც იცი რას გავაკეთებდი, მაინც თეატრალური კვარტეტს მივუძღვნიდი, რომ ცოტა რაღაცნაირად დაალაგო მათთან ურთიერთობა, თორე რა ვიცი, ცოტა შარიანი ბიჭები არიან. თეატრალური კვარტეტის სიყვარულს ეძღვნება. უ შეგენაცვალე, მაშინ სიამოვნები დაგითხოვთ ადგილს და ასპარეს. Am ქვეყნად სიყვარული მე ყველასი მოტრფიალება ჩემი სიყვარულის დიდო ღმერთო მე დღითი დღე შენი თხოვა მგლავს ყველაფერი რაც გამაჩნდა გაქრა უნაზე სიგრძნობა დამღევს და ყველაფერი გაქრა დამიბრუნდი ჩვენი წლების ანთელივით გაქრა და სიბერე უკვე აღარ მგლავს როგორ მინდა კარგო დამიბრუნდე კლავს გავადრო და მოუყვები ჩვინებს რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და იცოდე მეყვარებისე დამიბრუნდი კლავს
შემეყვარებისე დამიბრუნდი დამიბრუნდი ჩვენი სტუმარი იყო ძალიან კარგი მომღერალი და ჩემი მეგობარი ირაკლი აბჟანდაძე.